მოგესალმებით, როგორც იცით, გუშინ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელზედაც მეც გახდით იმ სტატუსით, რაც მე მქონდა, რაზედაც მე ვარი განაცხადა ერთ პერიოდში და შემდეგ წინა აღმასკომზე ვთხოვე, რომ რადგანაც დღეს ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, მქონოდა ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და გამომეთქვა ჩემი აზრი. რა მინდა პირველ რიგში გითხრათ. მე დიდი ხანია ფეხბურთის ფედერაციაში არ ყოფილი ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად მივატოვე კლუბის ფინანსირება, გადავეცი მას მენეჯმენტ, შემდეგ კლუბმა იცით მომხდარი მოვლენების შემდეგ ის ერთი პერიოდი გარიცხულიც კი იყო ფეხბურთის ფედერაციიდან, შემდეგ მას აღუდგინეს წევრობა და ასე შემდეგ ამ პერიპეტიებში მოხვდი. ახლა მე არ მინდა ეს რატომ დარისვინეს, საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილია და შემდეგ შეფასებები ალბათ მიეცემა. მაგრამ აქ თავარი ის იყო, რომ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო გუშინ განწყობა აღმასკომზე, როდესაც მე დავინახე თუ მის წევრებს აბსოლუტურ უმრავლესობას როგორი მიმართულებით მიყავთ დღეს ქართული საფეხბურთო ოჯახი. ეს არის ყოველგვარი უკანონობა, ყოველგვარი დარღვევა, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ისე UEFA-ს, FIFA-ს წესების და საერთოდ რა იქ რომ სკამები არ მდგარიყო, ალბათ ჩაცოცხლები იჯდებოდნენ და ისე გაარჩევდნენ საქმეს რა, როგორც ვერაზე ირჩეოდა ერთ პერიოდში. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ აი ამ ვერ დავარქვენ რაღაც შეკრებას, უფრო დავარქვენ სხადნიაკს, უძღვებოდა ჩემთვის ნამდვილად საყვარელი პიროვნება ალექსანდრე ჩივაძე და რომელიც მე ძალიან გულის ტკივილით გამოთქვა, უკვე მეორეჯერ ქართული ფეხბურთის სინამდვილეში გაიყიდა 30 ვერცხლად. ეს იყო პირველად, როდესაც მან დიდნოდა რა ხალხაც უღალატა და გადააბარა ფედერაცია ჟორდანიას კლანს და მეორეჯერ ახლა, როდესაც მან აბსოლუტურად დაკარგა თავისი სახე. ეს ამჯერად თემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ინვესტორები სამი კლუბი წარმოვადგენდით, ძირითადად ეს არის დინამო თბილისი, ფიფია, მე და ვიჯორჯია, ბურამულხაძე, რომლებიც მოხვდით აბსოლუტურ უმცირესობაში ამ შეხვედრას. აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ეს ხალხი არც ფეხბურთის ინვესტორთა ას, არც ხალხის ას, ვინც ათეულობით მილიონი აქვს გადახდილი ამ საქმეში და აწიც აპირებენ რაღაც დახარჯვას თუ ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იქნება ესეთ დონეზე. ყველაზე დიდი განსვიფრება ჩემმა გამოიწვია იმაში, რომ პირველად ალბათ არც ექნება ამას პრეცედენტი, აღმასკომის სხდომას არ ესწრებოდა იურიდიული სამსახური და ისევ ნოუ-ჰაუ დღევანდელი ფედერაციის იურიდიული სამსახური უცბად წარმოადგინა საშეჯიბრო კომიტეტის უფროსმა ბატონმა ბოკერიამ, დიმა ბოკერიამ, რომელმაც განაცხადა, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება, ამიტომ შემიძლია ეს ვიკისრო ჩემ თავზე. ნუ ახლა სასაცილო იქნებოდა სატირალი რო არ იყოს, რა დონეზე დავეცით და რა დონეზე დავედით. მე არ ვიცი, რატომ არ ესწრებოდა ამ იმას, იმიტომ რომ ის გახდა ფედერაციაში, მე უყურე კიდევაც როგორ შემოვიდა ალბათონი კესო ოთახში და შემდეგ როგორ გაქრა. და შემდეგ დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ როგორც მითხრეს, ჩაჯდა მანქანაში და სადღაც წავიდა სასწრაფო. მე გასაგებია შეიძლება და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს წარმომადგენელი იყო ბატონი რევაშენგელია, რომელმაც მკაფიოდ დაადასტურა ის მოთხოვნა, რაც ძირითადი მოთხოვნა იყო იქ აი ამ კლუბების გაწერიანების შესახებ, რაც იდგა აღმასკომის წინაშე, რომ ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა და არიან იქ რამოდენიმე კლუბი, თქვათ 4-5 კლუბი, რომელმაც მთლიანად წარმოადგინა ყველა საჭირო განაცხადა, იქ ბევრმა კლუბებმა გააკეთეს ეს განცხადება, ეს სურვილი გამოთქვეს და
მთლიანად დამაკმაყოფილებელი იყო მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც, მაგრამ აღმასკომმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ისინი არ გაწევრიანებულიყო. ეხლა ჩემთვის მათ ვატახო წლის ბოლომდე მოიწევა სამაგებო ერთი წუთით. ეხლა რიგარეშე ყრილობას რაც შეეხება. აგერ ჩვენ გვაქვს წერილი და აგერ გვაქვს წესდება, სადაც წერია, რომ ესე იგი 1/5 წევრების შეუძლია მოიწვიოს რიგარეშე ყრილობა არაუგვიანე, ხო, განაცხადოს და მოიწვიოს ეს ყრილობა. ამ დროს ფედერაციის გენერალური მსავდინო ვალდებულია განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა და აკმაყოფილოს ეს მოთხოვნა და მოიწვიოს. აგერ გვაქვს ჩვენ წერილი 7 სუბიექტის, რომელმაც დაარეგისტრირა 3 სექტემბერს, რომ მოიწვიათ რიგარეშე ყრილობა. ესე იგი, რადგან ეს უწევს 3 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, აქ ლოგიკურიც არის და აქ არავითარი ამას დიდი ის არ ჭირდება, ჩვენ ვკითხეთ კიდევაც რას შეგიძლიათ და 3 თვემდე ეს არ ნიშნავს, 1 თვემდე ეს არ ნიშნავს 30 დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოიწვიოთ 1 კვირაში, 2 კვირაში, 10 დღეში, ეს როგორც უკვე გადავწყვეტ. 30 დღით ადრე მიმართვა შიგნო კლუბმა. რა ხდება ამ შემთხვევაში? თუ კი არ დააკმაყოფილებს ფედერაცია, მაშინ ამ 7 კლუბს, ამ 7 სუბიექტს თვითონ აქვს მოწვევა, თვითონ აქვს უკვე აღმასკომის 7 სუბიექტის გამოწვევა. არა. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის 7-მა მოაწვევა. და თუ კი ფედერაცია არ მოიწვევს, მაშინ აი აქ არის SSF-ს ესე თქვა დებულება, სადაც წერია მუხლია 22 და წერია, რომ თუ კი იმ შემთხვევაში თუ კი ის არ დააკმაყოფილებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აი ამ მოთხოვას, მაშინ ამ 7 სუბიექტს თვითონ შეუძლია მოიწვიოს რიგარეშე ყრილობა. და განიხილოს ის საკითხი, რომელსაც რატომღაც 3 თვე უნდება ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი აღმასკომი განხილოს. ჩვენ აუცილებლად ალბათ იმჟელებთ ამაზე და მოვითხოვთ ამ ყრილობის მოწვევას. მოვითხოვთ რატომ? დღეს ყბადაღებული თემაა სახელმწიფო ერევა ფეხბურთში და ფეხბურთის ბედი უნდა გადაწყვიტოს საფეხბურთო საზოგადოებამ. ეხლა მე თქვენ გეკითხებით ჟურნალისტებო, არის თუ არა საფეხბურთო საზოგადოება საფეხბურთო კლუბი საბურთალო, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებს ფეხბურთში? არის თუ არა საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი საფეხბურთო საზოგადოება და მისი პრეზიდენტი? არის თუ არა საფეხბურთო საზოგადოება საფეხბურთო კლუბი ჩიხურა, რომელიც 3 წელია ევროთასებზე თამაშობს და რომელსაც ევროპის UEFA-ს ლიცენზია აქვს მიღებული. ასევე ბათუმის დინამო, ასევე ქობულეთშუქურა. მე ვერ გავიგე. ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ სახელმწიფო არ შეერევს, უნდა გადაწყვიტოს საფეხბურთო საზოგადოებამ და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს საფეხბურთო საზოგადოება, რომელიც მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებს უზარმაზარი ინვესტორი, არ აკმაყოფილებს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, არ აკმაყოფილებს UEFA-ზე მონაწილე თასის მფლობელი გუნდები და ასე შემდეგ. და მეტიც ჩვენ იქ ვნახეთ, როდესაც ყრილობის დელეგატთა დამტკიცება მიმდინარეობდა, რომ ერთ-ერთი დელეგატი, რომელსაც ჩვენ კლუბთან გააჩნდა ძალიან დიდი ხნის დავალიანება და ფეხბურთის ფედერაციამ გამოუტანა მას ვერდიქტი, რომ ერთ თვეში დაეფარა ეს დავალიანება თუ არა და მას შეუწყვეტდა ყოველგვარ საქმიანობას და აუგზავნდა მას მოღვაწეობას, ამ პიროვნებას აქვს დელეგატის მანდატი. მით უმეტეს, რომ გუშინ გაირკვა, რომ ეს პიროვნება თურმე იმაში საფეხბურთო კლუბსაც ავარჯიშებდა, ესე იგი ან თაღლითურად დამალა ისა, ან კიდე ფეხბურთის ფედერაციამ შევიდა მასთან გარიგებაში. ყველა შემთხვევაში მე გუშინ ესაც დავაყენე საკითხი, რომ 35 სუბიექტი თუ წყვიტავს დღეს ქართული ფეხბურთის ბუდეს, რატომ უნდა ეჭიროს ეს მანდატი ამ თაღლითს? ვიზია საუბარი ხვიჩა ქასრაშვილზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან არის წარმოდგენილი. საერთოდ გაურკვეველია მისი კავშირი სამცხე-ჯავახეთთან. საერთოდ გაურკვეველია, აი რა კავშირია სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციას. საერთოდ გაურკვეველი დავეცარი წარმოდგენილი მასე და არა საიდან არის მოჭიდო? ჩვენ შეგვიძლია
ჩვენ შეგვიძლია მოჭიდავე კი არა, მე მივცე მანდატი და წარმოადგენ ნება, მაგრამ თუ ამ მოჭიდავეს, პრობლემა აქვს ფეხბურთის ფედერაციასთან, პრობლემა აქვს. სამართლებრივი პრობლემა. მაშინ მას არ შეუძლია რომ განსაზღვროს ამ სუბიექტია. მას სამართლებრივი პრობლემა აქვს. ამაზეა ლაპარაკი თორე. ხვიჩა ქასრაშვილის იმაზე კი არა მაქვს მე პიროვნებას. მას აქვს პრობლემა. არ შეიძლება იცით ერთ მხარეს ჩვენ გაგვრიცხეს მეთქი შეგვიჩერეს სანამ არ დაგვაფარინეს ის ვალი რომელსაც დღესაც არ ვცდო. ბატონო, იქ ესწრებოდით გუშინ აღმას კომისიას თქვენი ეს პოზიციები დააფიქსირეთ თუ არა და იქ მე დავაფიქსირე, დავტოვე საბუთები და უთხარი როდის განიხილავთ უახლოეს მომავალს. რა არის იცით? ჩემთვის გაუგებარია ჯერ როგორც მე იქ დავინახე თავარი სკრიპკო ესე თქვათ, რატომღაც მიყავდა დიმა ბოკერიას და იმას ფირცხალავა, ხო? დღეს ვიცე-პრეზიდენტის რანგში. ადამიანმა, რომელმაც მოსვლის დღიდან ანგრევს და ანადგურებს ამ ფეხბურთს. დაშალა პროფესიული ფეხბურთის ლიგა, მისი პრეზიდენტი გახდათ, ხო? დაშალა, გაანადგურა არაფერი. საერთოდ რას აკეთებს ეს სუბიექტი იქ ფედერაციაში ჩემთვის გაუგებარი. ეს რას ქვია ჩაწერო, უნდა ჩაწეროთ იმას, რასაც ლაპარაკობ, თუ არა და რაზე მე ბოდიში მაშინ რო ჩაგერიეთ რა. ეხლა ცოტა შენ თვითონ აღმაგზნე და გამოვედი მდგომარეობიდან, ვაპირებდი ძალიან წნარად ლაპარაკ. მახსენდება გუშინდელი დღე, არ ვიცი თქვენ იყავით იქ რა, როგორ გამოვედი არა. გამოვედით, იმიტომ გეკითხავთ კომენტარი არ გაიგებთ და მაინტერესებს, აი რატო დატოვეთ ეს ნუ როდესაც ადამიანი ატყობს რომ მარტო ხარ ამ მომში მე ძალიან შემეცოდა სხვათა შორის ფიფია რომელიც ძალიან ბევრს იდეოდა თავისი არგუმენტები ჰქონდა. ეხლა იმიტომ კი არა რომ მე ფიფიას არც ვიცნობდი და ის ჩემი კონკურენტია. პირდაპირ გეუბნები და ღმერთმა ქნას რომ იყოს აწიც კონკურენტი, იმიტომ რომ თუ დავბრუნდი როდისმე ფეხბურთი. მე მეწოდება ადამიანი რომელიც ათეულობით მილიონ დოლარს აკლებს თავის ოჯახს, თავის სახლს, ხო? მოაქვს ამ საქმეში და მას არ უსმენია. და არ უსმენს ვინ? ის ხალხი, რომელიც იქიდან აი ათეული დოლარებიდან იღებს ხელფას და მიაქსაში, რომელიც ჭამს იმას, რაც ჩვენ მოგვაქვს იმისაჯო. იგივე იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია. მე მას ვკითხე, იმერეთში შენ გაქვს 4 კლუბია, ხო? თუ არ ვცდები, თუ 3. არა. უმაღლესი ლიგის ესაა საჩხერე, ქუთაისის ტორპედო, სამტრედია, ზესტაფონი. გეკითხები მე და თერჯოლა, ეხლა მეხუთე. გეკითხები, რომელ ამას კითხე იმას, აი ზესტაფონიდან ვის კითხეო? ისეთი გვარი დამისახელა. მე მგონი ზესტაფონშიაც არ ცხოვრობს და ვაც საერთოდ არ გამიგია რა თქო. მეუბნები, აი ვის ეკითხები? აგერ მე ვარ, აგერ ამხელა კლუბია, ხო? ორგზის საქართველოს ჩემპიონი. არ უნდა მიგვეწვიათ იმაზე, არ უნდა გეკითხეთ, ვის მიცეთ ბატონო მანდატი და ვის მიცეთ ხმა, ხო? ქუთაისის ტორპედოს შენ არ კითხე, ზესტაფონს შენ არ კითხე, საჩხერეს შენ არ კითხე. როგორ გადაწყვიტ? შენი შვილიშვილი რო გაიზრდება და არ მითხას რევაზ არველაძეს, რაფერ არ მიეცი, ბაბუა ხმაო, აი ესე გადავწყვიტე, აი ესე განაცხადა მგონი სადღაც, ხო? ეს ერთი. და მეორე გურიის ფედერაციის საკითხი, რომელიც ესე მწვავეთ იდგა და საერთოდ არც ვიცნობდი ამ სიტყვას, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იქიჩნდა და განაცხადა, მე მაქვს უფლება, ჩემი თავი მე თვითონ დავნიშნო. ნუ მე ესეთი რაღაც არც მინახი, ალბათ რაღაცა მონარქიაც სადაცაა შემორჩენილი, იმათაც აქვს რაღაცა გაწერილი რაღაც კანონები, იმისი რა ქვია, მონარქის არჩევის. ამდამიას ეკითხებიან, შენ ყავს 5 გამგეობის წევრი. 5 გამგეობის წევრი. გეძებენ, ვერ გპოულობენ, ისინი არ არიან ამ გადაწყვეტილების თანახმად. როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? აგერ მაქვს ტელეფონი და დამირეკვა. ესე იგი მე რა მინდა? მოკლედ, რო თქვა, ბევრხანს არ შეიძლება. ეს არის აბსოლუტურად განუკითხაობის, უკანონობის, ყოველგვარი დარღვევის დღეს აქამდე ამას მე არ უყურებდი, უბრალოდ პრესაში ვეცნობდი ამჯეროდა, გუშინ როდესაც მე ეს დავინახე, მე მივხვდი, რომ რასთანაც გვაქვს საქმე. ეს არის წარმოიდგინეთ შეჭრილები, როდესაც ადამიანების ჯგუფი შეიჭრება რაღაც შენობაში, რომელიც მე ინგრევა, იშლება და ვეხვეწებით, მთავრობა ეხვეწება, გამოდით იქიდან არ დაინგრეს და ისინი არავითარი კანონით, არავითარი იმით იქიდან ცოცხალით არის. ეს ამასროს დაუბრუნდით. დიახ. თქვენი დააფიქსირეთ, თქვენი აზრი არ მოგისმენთ და პროტესტის ნიშნად დატოვეთ ეს. რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა, არა, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ, ესეც არ არის. მე მთხოვეს რომ დამეტოვებინა, იმიტომ რომ საშა ჩივაძე გამოვიდა და ხელს გვიშლი უკვე გაიასნებული გვაქვს ყველაფერი. მე მითხრა პირადად და მე უთხარი, ბატონო ალექსანდრე რა, შენ თუ მე მაგას მკადრულობ, რომ მე აქაურობა დავტოვო, მე აქ მომსვლელი არა ვარ არასდროს მეთქი რა. შენ მე უთხარი რა, იუდა რომელიც მეორეჯერ ყიდი დღეს ქართულ ფეხბურთს არა, მე აქ მომსვლელი არა, მე ეს დავაფიქსირე და მათაც უთხარი. აი თქვენს უყველა სანამ აქ იქნები, მე აქ მომსვლელი არა ვარ. და კოკაია ჭირდება უფრო და ფიფია ქართულ ფეხბურთს, აი ეს თქვენი ჯოგია რა, მაგას ნახავთ მე. ბატონო, ძალიან პოტენციალს გაიგებოთ პოლონურიება, როგორ გითხრათ, ბატონო, კიდე ერთხელ გეუბნებით, მომკიდა ხელი და მთხოვა ერთი წუთით რაღაცა მინდა გითხრა, უკარებთან მიმიყვანა და წადი ძალიან გთხოვ, გაიასნებული გვაქვს აქ ყველაფერი. აი ეს იყო ჩემი პროტესტი და ისა და მოუბრუნდი და უთხრა, მე რეკი გადააკეთა და თქვა, არა, რაღაცის მიღება გვინდა რეზოლუციის და იმიტომ გთხოვეო, მაგრამ მე უთხარი იქვე რომ უკვე მეორეჯერ აკეთებ ამას, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ არ ეკადრება, არ ვიცი რა. რატომ, ალბათ უნას ბუნებაში აქვს, თავისი გამზდელი გაყიდა ერთხელ და ეხლა მეორეჯერ ეს გააკეთოს, არ არის. მე არ ვერიდები რა. არც ჩივაძეს, არც ხურცილავას. ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს მის გრევაში არა სოლო პარტია უჭირა. აქედან გამომდინარე, აი სიტყვით ვიმეორებ და აღმასკომის წევრებსაც ვუთხარი, რომ მე აქ ამ სახლში მეტი მომსვლელი აღარა ვარ. და მე თქვენ უფრო ჭირდებით ფეხბურთს და თუ ინვესტორები ჭირდება ჩვენნაირი, ეს გაარკვიეთ მე. აი გეუბნებით სიტყვით. იმიტომაც იყო ჩემი კითხვები გააქვთ რამე? ანუ თავარი ამოსავალი წესი როგორც პრეს კონფერენციიდან გახსოვილი ჩემთვის არის ის დებულება რომელსაც თქვენ თქვენ მოვიჭრიოთ აუცილებლად ჩვენ დავა 7 სუბიექტი საფეხბურთო კლუბი სამტრედია ტორპედო ქუთაისი კოლხეთი 1900 დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი. საფეხბურთო კლუბი მგონი დილა, თუ ხო, დილა. 7 ის არის რა. ეხლა წარმოგიდგენთ, ჩემზე არ ვიტყვი და ამ 6 კლუბმა ხვალ რო განაცხადოს, ვარი ჩემპიონატზე თამაშს. რა მოვა ჩემპიონატს? მეკითხებით რა, მორჩება არა ამით ყველაფერი. ამ 6 კლუბმა რო განაცხადოს, ხვალ საქართველოს ჩემპიონატზე, სანამდე ეს ბარდაგი საბურთალო არ არის სამწუხარო სუბიექტი და არც ლოკომოტივი არ არის და არც საჩხერი არ არის, მაგრამ საჩხერეც იგივეს გააკეთებს, საბურთალოც იმას. იმიტომ რომ ეს ყველას ამოგვივიდა ხელში, სწორედ რამე, ჩემთვის სულ ერთია. არა, მე არ მაქვს პრეტენზია ქართული ფეხბურთის სათავეში მოვიდე, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იქ არველაძე მოვა. კობიაშვილი მოვა თუ კვარაცხელია მოვა. ჩემთვის თავარი არის მოვიდეს ის ხალხი, ვინც ამას შეცვლის, ამჭაობს გარდაქმნის და ეს ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ეს არის ამ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ძალიან კარგი მიმართულება აქვს, ძალიან კარგი პროგრამა აქვს და იმას თორე ის ერთი და იგივე სტეპნით და ერთი მინდა კიდე განაცხადი გავაკეთო, მე სიჭინავას ყოველთვის ვიყავი დიდი, ასე ვთქვათ, ოპონენტი და მისი არც ერთი გადაწყვეტილება მე არ მომწონდა, მაგრამ გუშინ მე დავინახე, თუ რამხელა რისი ძევალი იყო ის 6 წლის განმავლობაში. აი ამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. აი ამ ხალხის მძევალი იყო რა, რომელსაც ის ვერ უტეხდა ამ ხალხს, თუ ვერ ერეოდა, რა თქმა უნდა, მაგის დანაშაულია ის, რომ ამას არ გადადგა არა მაშინ, როცა გადასცემა, არამედ ესე გვიან გააკეთა ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ აი ეს ხალხია რა, ვინც აქამდე მოგვიყვანა და დღესაც აპირებენ და არ ვიცი მე თქვენ თუ მოგწონთ დღევანდელი ფეხბურთი, მოგწონთ ის ვითარება ახლა გუშინ წინ თამაში იყო მარტვილი დინამო ხო და ადამიანმა განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ჩემ ფეხბურთს ფეხი დაეწვაო მოედანზე, პლასმასის მოედანზე. თუ ეს ჩვენ გვაწყობს, თუ ეს ჩვენ გვინდა რომ უყუროთ, რომ უკვე ასტანა თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და ბაქოს იმას აზერბაიჯანს 2 კლუბი ყავს ჩემპიონთა ლიგაში, თუ ეს ჩვენ გვაწყობს. გავაგზელოთ ბატონებო ასეთი რიტმით რა. ერთ ეგ მოვდარის. დასაგზელოთ. ძალიან ბევრი საუბარი გდის ესე კლუბებში, თქვენთვის არ იყო მაგალითად
ეჭვის საბაბის რომ აი ერთი თვითარზე რომ არის ამ გუნდებმა თავს ევროპასთან დაკავშირებული სურვილი ამ გუნდებს ჰქონდათ ძალიან დიდი დრო რომ იგივე გაეკეთებინათ და შესაბამისად არ შეკითხვები დარჩებოდა როდის გაეკეთებინათ იგივე საჩხერის და ნუ სამი გუნდის გაკეთება ამას მომისვინეთ თქვენ ეთყობა სადღაც ჭურჭელი მე ამას ყვირი ვარ 2 წელია და ეხლა ვალაპარაკობ ჩემზე არ არის ფიფი ამას თქვენ ხო არიცით იქ ამას კონდე ხო ფიფიაც არის წევრი ფიფი ამას ყვირის მე ამას ყვირი ვარ საბურთალოს პრეზიდენტი როცა მინისტრი არ იყო ამას ყვიროდა ამას ჩვენ იმაშემა არ გამოდივართ სახალხოდ როდესაც ამოვიდა ეს ყელში და უკვე სხვა გზა არ არის უკვე უყურებთ რომ ესა ბანდიტური ჯაჯგუფებასავით არის უკვე იქ ვერელების თველი მას ნახავ რა ეხლა რადგინა იცინი ხო და ხო იცი იქ რაც ხდება ეხლა დავასახელო სახელები ვინ არიან მითმასნულები გუშინ დინამო თბილისი აქვს წაღებული იმას თურმე ფიფიას უკანონოდ ეს ჟორდანია გამოჩნდა უკვე და ნუ გავაგზელოთ რა ცოტა ხანში ჩავცუცკდებით იქ და ისე გავარჩევთ საქმეებს ეს თუ გვინდა ყველაფერს თავის ამბავი უნდა დაერქვას ეს თუ გინდათ გააგზელეთ ბატონებო შეუწყვეთ ხელი რა ერთი თქვენი კოლეგა უკვე იქ ისვრის ამ იმეებს ის ტყილა არ მოვიკითხე დღეს რა გალესილი აქ ენა ისევ გაყიდული რა იმათ ისაც ვიცით არა რა ხდება როგორ ხდება ეგ არ არის პრობლემა რა ჩვენ ვარ მაგდა სტუდიის ხო მაგდა რამდენიმე ჩემთვის რომელი ბატონ ლევონის შტაბში ვინ ლევონის შტაბში მაგდა ჩემ შტაბში რო გადმოვიდეს ადამიანის მორალი რაც არის იმას ვერ შეეცვლა მე არ ვიცი ვის შტაბშია რა შეიძლება ლევანმა გადაიღო შენ რა გონია მე ლევანის შტაბში ვარ მე არც ლევანის შტაბში ვარ არც მამუკას შტაბში ვარ და არც რეზის შტაბში ვარ მე ჯერ გადაწყვეტილიც არ ხო ერთ და საერთოდ ვერ ვიქნები ვინმე შტაბში მე დღეს მომწონს ის რა მე სულ ყველას უსმენ რა მე ვერ მომაწონა არველაძემ თავისი გამოსვლით იქ თავი იმიტომ რომ ახლა სადაც დაპატიჟებული არის ჩვენი საყვარელი მსახიობები რომელიც უკვე მსახიობებისთვინაც რომელსაც ის ხალხი რომელიც საერთოდ ფეხბურთში შეხება არ აქვს რა იმისთან პრეზენტაციას აწყობ იქ ჩემი ადგილი არ არის იქ არის არველაძეს მე კიდევ ვიმეორებ კარგად ეხერხება ამათ ლუდის რეკლამა კარგად გამოსდით კარგად ეხმარება სიმღერაში იქ რომელღაცა სიმღერაში მონაწილე რაც მათ ეხერხება ამაზე ლაპარაკი არა მაქვს რა ერთ-ერთი ბანკირია ჩემი ესე ვთქვათ პარტნიორი და იმან მითხრა მე ვიყავი მეთქვა რა გინდოდა რომ ვიყავი ფეხბურთი გინახია ტელევიზორში არა უბრალოდ ნათესაური კავშირიდან გამომდინარე და გამციფრთი რა კარგად გამოვიდა სტივ ჯობს გავდაო მე ვთხარი აი ზუსტად მაგაშია მაგის ტალანტი მას შეუძლია ითამაშოს ეგ როლი მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში არაფერი არ ესახება სტივ ჯობს გავდაო აჰა ეს იყო ერთი კითხვა რომელიც შეიძლება თქვენ ცოტა ისეთ სიმღერას იწევდეს თქვენში და ბატონ ფიფიათან არის ეს კითხვა მაგრამ იყო დრო აქ თქვენი პრესკონფერენციები როცა თქვენ და თავის დროზე ფიფიაც იძახდა რომ ბევრი ისეთი კლუბი ასპარეზობს ჩვენ ჩემპიონატში რომელიც არ უნდა ასპარეზობდეს და ახლა უცბად ბატონი ლოვანიც და თქვენ იძახეთ რომ ეს კლუბები უნდა გაწევრიანდნენ ეგ კლუბებზე ჩვენ არ ვიტყვი როგორ ვიტყვი მე ახლა როგორ მე თქვენ ხო არ გონიათ იქ რა ჩამოთვალეს თელი ამ ხარა იმ რა ხარობს მოусმინი მე იქ დამაინტერესა მხოლოდ 5 კლუბმა რომელზედაც განვაცხადე ეს არის საჩხერე რამე გაქვს საწინააღმდეგო არ ეს არის საბურთალო რამე გაქვს საწინააღმდეგო ლოკომოტივი რომელსაც 10 მილიონი ინვესტიციები ექსამი ბათუმის დინამო რომელმაც ითამაშა რა ქვია ევროპაზე და მგონი ქობულეთზე იყო ლაპარაკი აი ეს 5 კლუბი რომელიც გამოდის უმაღლეს ლიგაში საკმაოდ წარმატებით და ეს 5 კლუბი რომელიც გამოდის ევროპაში ამ 5 კლუბიდან 3 საკმაოდ ძლიერი ინვესტორია მაგაზე ვკითხე დანარჩენი სახელით რაღაცა თქვენ ისე თქვენ პოზიციაზე მე ისე ჩემ პოზიციაზე ვჩები ეს არ ნიშნავს რომ სულ ყველას დაუპეჩატებ ჩვენ ვამბობთ ეს 5 კლუბი მე ვეუბნები ამას რა პასუხს გასცემ არაო იმისიო ფლოველი ისა პრეზიდენტი იმის მინისტრიაო რაც გადადგება ის მინისტრობიდან მაგი არა ეს რა პრობლემაა ვერ გავიგე სანამ მინისტრი გახდებოდა ინვესტორი იყო მილიონებს ხარჯავდა ეს კაცი დღეს UEFA იმაზე ევროპის ლიგაზე თამაშობს ხო მისი ახალგაზრდები და თურმე ჩემპიონთა ლიგაზე აგაშენათ ღმერთმა გამაგებინეთ ერთი არა აქ ამ კაცს ხმის უფლება
არ დაიმსახურა ამ კლუბმა? არ უნდა გადაწყვიტოს დღეს ქართული მაინტერესებს თქვენ ამ ხუთეულზე უკვე რაზე? ამ ხუთეულზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ამ ხუთეულზე ერთი, მე ვლაპარაკობ იმ თაღლითზე, რომელსაც დღეს მანდატი აქვს, მეორე, ეს ორი საკითხი იყო ჩემთვის და მესამე ჩემთვის იყო გაუგებარი პოზიცია იქვე რომ იმასკენ ვერ გავიგე, ვერც რა თქმა უნდა იურისტი იქ არ იყო და ეხლა დიმა ბოკერია რა დონის იურისტია, მე არ ვიცი მე ვერ გამაგებინა ლეგიტიმურება ადამიანის იმისი, ნაქვია, ლანჩხუთი. აი ეს სამი საკითხი რომელიც მე დანჩენს არ ვეხები რა. იქ თუ რაღაცა წალენჯიხის თუ ვიღაცის გუნდია და საბუთი არ აქვს მოტანილი ღმერთო ჩემო რა რაშენ აქვს. საერთოდ არ მაინტერესებს ის გუნდი და საერთოდ არ მინდა. კიდევ ის რა კითხვა და. როდის გემად დაახლოებით აი ფენეს სუბიექტები ამ ალტერნატიული ფილოლოგიის ჩვენ ახლა შევიკრიბებით აუცილებლად შევიკრიბებით, გადავწყვიტავთ, დავსახავთ ამას და იმიტომ რომ ეს არ არის მარტო რომ ჩვენ მოვიწვიოთ, იქ 50% უნდა იყოს ამ სუბიექტების, ესე იგი 17-18 სუბიექტი უნდა მოვიდეს ახლა. ჩვენ მოვიწვიოთ და 7 მოვიდეთ, იქ არ იქნება ეს ლეგიტიმური და მოვიწვიოთ ამას აუცილებლად რიგარეს შეყრილობას, იმიტომ რომ სხვა გზას არ ვიტოვებთ. შემდეგ მე მინდა კიდე თქვენი ყურადღება გავამახვილო იმას UEFA-ს წერილებზე, რომელიც არა, მე არ ვიცი, იქ ან თარგმელი არ აყავთ, ან იმენით რაც მაგათმა იქ თარგმნეს და რაც იქ ჩაწერეს, მე შემწყვებოდა რა, ყოველ შემთხვევაში ძალიან კაფიოთ არის მითითებული რომ ფედერაციის ფედერაციამ უნდა დაიცვას როგორც საქართველოს, ისე FIFA UEFA-ს კანონმდებლობა. არ უნდა დაგავიწყდებათ ბატონებო, რომ ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზეა. და არ შეიძლება მან დაარღვიოს ქართული კანონმდებლობა. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება სახელმწიფოს ზეწოლას, FIFA-მ და UEFA-მ ვერ დაინახეს იქ, რომ სახელმწიფოს ზეწოლა იყო. რა თქმა უნდა, რა არის სახელმწიფოს ზეწოლა? როდესაც კაც დაიჭერ დაიძულებ დააწერო განცხადება ესაა სახელმწიფოს ზეწოლა. როდესაც ადგები და მოიყვან შენ კანდიდატს და ყველას უბძანებ რომ ამას დავნიშნავ ეს სხვა არის, მაგრამ როდესაც აი ესეთი მე ვერ ვხედავ, აი ვერ დავინახებ სახელმწიფოს ზეწოლა, აი ვერ ვხედავ რა. მე ჩემთან არავინ არ მოსულა და არავის არ უთქვია რომ უნდა ადგედა ხმამისე ყობიაშვილს ან არველაძეს. იქნებ ვინმესთან იყო სახელმწიფო მისული და ახლა რაც არის იმას ვერ დაინახა როგორ ზეწოლა რა ყოფილიყო ვინ არჩევინებდა ოთარაკო გადის ქუთაისიდან გენა და ჩემო აი სწორად გვაქვს რა კინო ნანახი გვაქვს უკვე და ეხლა ზეწოლა აი ზეწოლა რა დაიჭირეს ეხლა არველაძე და მოამტრიეს ხელები არ ხოდა ზეწოლა მაშინ გაიხსენოს როცა არველაძე გამოიყვანეს ტელევიზორში და ვარი ათქმევინეს აი და ნემსა არა არველაძე ხო კანდიდატად იყრიდა კენჭი და მაშინაც თქვა აი ეს გაიხსენოს ეს არველაძეების თემა უკვე სხვა არის მოვჩით